ვარ დათაბულაძე 11 წლის. ვსწავლობ მე-15 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცურვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვეშორჯიაში. მე ვთამაშობ მარცხენა მცველის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი მარჯვნივ შეტევაში და მე შევიცვალე პოზიცია. იმიტომ შევიცვალე რომ მომწვინდა იქ თამაში. დაცვაში ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს. მოედანზე ჩემი თავარი მოვალეობა შეტევის წამოწყება. ვეშორჯაში მყავს 2 მწვრთნელი, ვალო კუბლაშვილი და ნიკა მასწავლებელი. ვალო მასწავლებელი არის უფრო მხიარული და სერიოზული და ნიკა მასწავლებელი ცოტათი მკაცრით. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. უკვე 4 ჯერ მქონა შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამახსოვრდა მატჩი ფინტი ურეკდა. იმიტომ რომ აქ თამაში ყველაზე კარგად ფინტავდა და ყველაფერი გამომდიოდა. მე გადაწყვეტილი მაქვს გამოვიდე ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთ წარმომიდგენია: ვეშორჯია, დინამო ბათუმი, მერე ბარსა და კარიერას დავამთავრებ ლივერპულში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ლიონელ მესი და საყვარელი გუნდია ბარსა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 39 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები წარმატებული მწვრთნელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ მყავს კარგი კლასელები და მათემატიკის კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თემო ქურიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ალექსანდრე კახიძე. ყველაზე მშვიდია ელენე გორგაძე. ყველაზე ცელქია ალექსანდრე პოტარიძე. მე ვარ ყველაზე საინტერესო. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია სოფო კახიძე. იმიტომ რომ ბედნიერია, არ ყვირის და ცოტა დავალებებს გვაძლევს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი დეტექტივი. იმიტომ რომ ფილმებს ვუყურე და მომეწონა ეს საქმიანობა. ჩემი საყვარელი ფილმია Stranger Things. ახლა მინდა ვიყო 16 წლის, იმიტომ რომ შემიძლია დავიწყო საფეხბურთო კარიერა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ბებია ბაბუა. მეტი დაზმა არ მინდა, იმიტომ რომ ჩემი დაზ ყოფნის ნერვების მომშლელად. ნერვებს მიშლის, როცა რაღაცას ვაკეთებ და მიფანტავს ყურადღება. ის არის 13 წლის და ქვია მარია. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და სპორტული გოგო. ჩემი აზრით მარიამი რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავი. ამიკო არის უშიშარი, ვაჟკაცი, ჭკვიანი და მხარდაჭერია. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მეყვარს დედიკოს გაკეთებული ყველიანი მაკარონი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს მწვათს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. ახლა იმიტომ არ მყავს, რომ ფეხბურთის კარიერაში შემიშლის ხელს. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ გაბრიელს, ელენეს და გიოს. ჩემ ცოლს დავარქმევ ნიას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, უფრო მაღალი გავხდებოდი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ჰობი? ჩემი ჰობი არის ცურვა. 1 წელი დავდიოდი ცურვაზე, კარგად ვისწავლე და მერე გამოვედი. მინდა ისე კარგად ცურავდე, რომ ვინმე თუ იხჩებოდეს გადავარჩინო. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბარსას ორიგინალი ფორმა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, კარგი ოჯახი და კარგი საჭმელები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.